დიახ, იმ ინფორმაციის მიღმა ჩემთვის საინტერესო ბევრი რამ წავიკითხე, თუმცა ყველაფერზე დღეს ალბათ არ ვისაუბრებ და არც ეთერი მოგცემს ამის საშუალებას, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც წავიკითხე, გახლავთ ის, რომ ანუ დაიწყო კიდევ ერთი საყოველთაო სახალხო გამოძიება, კიდევ ერთი საქმის. ასეთი ამ ბოლო დროს ჩვენ უცნაური გამოძიებები დაგვჩემდა, საქმეებს ვიძიებთ საყოველთაო სახალხო განხილვის წესით, რაღაცა სხვადასხვა მოსაზრებებით, პოზიციებით და გამოძიების ორგანო ამასობაში თითქოს არის მოლოდინის რეჟიმში. მოვლენები როგორ განვითარდება ელოდებიან. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ის, რომ ვთქვათ, სატელევიზიო ეთერით შევიტყვე, რასაც პირველია რომ მოხდა ეს ინციდენტი და მთელი დღე აშუქებდა ყველა საინფორმაციო გადაცემა ამ ამბავს და ითქვა ისიც, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება, თუმცა არაფერი ამის მეტი. მთელი დღე იძლეოდა კომენტარებს, ასე ვთქვათ, დაზარალებული ყოველ შემთხვევაში დაზარალებულად რომელიც გამოიყურება ის მხარე. და ვთქვათ, გამოძიების ორგანოს მხრიდან იყო სრული უმოქმედობა, არანაირი ინტერესი. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ბოლოს ექიმს ყოველდღეში მე ასე მწამს სათქმევინეს, რომ რეკომენდირებული არ არის დაკითხვაო, თუმცა მთელი დღე ეს ადამიანი იძლეოდა კომენტარებს. შემდეგ როგორც იქნა მეორე დღეს მასთან გამოცხადდნენ ჩვენების მისაღებად, რაღაცა 4 საათიანი დაკითხვის მერე შეწყდა ეს დაკითხვა და ბუნებრივია დაკითხვა ძიმე რეჟიმში მიდის ხოლმე, თუმცა ამ კატეგორიის საქმეზე შესაძლებელი იყო პირველადი ჩვენებების აღება გარკვეულ დაჩქარებულ რეჟიმში და საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ამ კატეგორიის საქმეზე გამოძიების ორგანოს და ამ შემთხვევაში პროკურატურას ახლა სხვა საკითხია და ალბათ შემდგომ ვისაუბრებთ, რომ რატომ არ ვენდობით და გვაქვს საფუძველი ვენდოთ თუ არ ვენდოთ პროკურატურას ამ კატეგორიის საქმის გამოძიებაში და ვის უნდა ვენდოთ საერთოდ. ვიღაცას უნდა ეთქვა გამოძიების ორგანოს, ვინ იძიებს ამ საქმეს, რა ხდება საერთოდ და რომ პატრონი ყავს ამ საქმეს და ყველაზე მთავარი უნდა ეთქვათ ალბათ რომ დამცხრალიყო აი ეს საყოველთაო სახალხო ასეთი დებატები და თან ეპისტოლარულ ჟანრში მხარეების ჩართვების განცხადებებით მიმართვა პრესკონფერენციები და ასე შემდეგ. გამოძიების ორგანოს უნდა ეთქვა რომ შემთხვევის ადგილი და ათვალიერა ამოიღო, ყველანაირი მტკიცებულებები დამაგრებულია, ამოღებულია, მათ შორის კამერები ამოღებულია, დადგენილია პირთა ვინც იქ იმყოფებოდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თავად მუხლი რომლითაც საქმე აღიძრა, თავად მუხლი რომლითაც საქმე აღიძრა, ესეც გიჩენთ კითხვის ნიშნებს. იცით რა არის ვახო, სამართლებრივი თვალსაზრისით დიახ, რასაკვირველია ამ მუხლს თავისი პრობლემები აქვს ამ შემთხვევისთვის, თუმცა ეს ისეთი მაღალი თეორიული რეალიებია ამ წუთას, რომელზე მსჯელობაც აი სრულიად უადგილოდ მეჩვენება. გესმით, ეს არის პრინციპში 2x2